მარნეულელი აზერბაიჯანელებისთვის კი ახალი წელი ორჯერ დგება 21 მარტს და 31 დეკემბერს. ორივე დღესასწაულზე იდენტური კერძები მზადდება, ტრადიციები კი განსხვავებულია. მათ არ იციან მეკვლეობა და ბედობა, თუმცა სადღესასწაულო განწყობა ყველა ოჯახში იგრძნობა. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უმეტესობა 21 მარტზე იმობს, რადგან მიაჩნიათ, რომ ახალი წელი მაშინ დგება, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უთანაბრდება. ნუნა სამხარაძე და ლელა ხარშილაძე მარნეულიდან. ჯაჰანბებიან ფლოვის მომზადება დილიდან დაიწყო. ამბობს, რომ ისი არც ერთი დღესასწაული ჩაივლის ეს კერძი რომ არ მოამზადოს. მენიუში, რომელიც საახალწლოდ სპეციალურად დგება, ტოლმა, ხანგალი, ბოზბაში და ფთით შედის. ტკბილეულებიდან კი სუფრაზე აუცილებლად ფახლავა და შაქარ-ბურა უნდა იყოს. ახალი წლის დადგომა აზერბაიჯანელებისთვის ტრადიციული წესებით ისეთი დახუნძლული არ არის, როგორც ქართველებისთვის. სხვა ტრადიციულ კერძთან ერთად ახალ წელს ბადს აუცილებლად ვკლავთ, რადგან ზაფხულში მისი ხორცი არ იჭმება. ხაჭაპურსაც ვაწყობთ, ეს ქართველებიდან გადმოვიღეთ. ყველამ ვიცით, რომ ეს ახალი წელი ქრისტიანულია, თუმცა ჩვენც აღვნიშნავთ, მაგრამ ჩვენთვის ნოვრუზი უფრო მნიშვნელოვანია. მართალია 31 დეკემბერს 12 საათამდე ველოდებით ახალი წლის შემოსვლას, მაგრამ მერე სტუმრები არ მოდიან, როგორც ქართველებშია მიღებული. ჩვენ არ ვიცით მეკვლეობა, ბედობა და ძველი ახალი წელი. 31 დეკემბრის გარდა აზერბაიჯანელებისთვის ახალი წელი 21 მარტსაც დგება. ნოვრუზ ბაირამის სახელით ცნობილი დღესასწაული რელიგიური არ არის და სახალხო დატვირთვა აქვს. ყველა აზერბაიჯანელს ჯერა, რომ ახალი წელი მაშინ დგება, როცა ბუნება იღვიძებს, ბალახი ამოდის და დღე-ღამე ერთმანეთს უთანაბრდება. ეს ყველაფერი კი 21 მარტს ხდება. İndi biz Azerbaycanlılar ჩვენთვის წელი 31 დეკემბერს იცვლება, მაგრამ ნოვრუზ ბაირამსაც აღვნიშნათ 21-მაც. ნოვრუზ ბაირამი ახალ წელს და ახალ დღეს ნიშნავს. 21 მარტი მზის კალენდრით წლის დასაწყისად ითვლება, იმიტომ რომ დღე და ღამე თანაბარი ხდება. ეს წესი ძველი დროიდან სპარსელებს ჰქონდათ და ირანში 1925 წლიდან სახელმწიფო დონეზე აღინიშნება. აზერბაიჯანელები ჩიჩილაკსაც ყიდულობენ, რადგან ვიზუალურად მოსწონთ. აზერბაიჯანელები ჩიჩილაკს უფრო ყიდულობენ თუ ნაძვისხეს? ჩიჩილაკს საერთოდ არ ყიდულობენ? საერთოდ კი ყიდულობენ, მაგრამ ზოგიერთები რა. და რას ამბობენ? არ უკვირთ რა არის? როგორ არ უკვირთ? ზოგიერთი პირველად ხედავს და იმიტომ ყიდულობს. რამდენადაც ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და საქართველო მრავალეროვანია, წელიწადში ორ ახალ წელს ხვდებით. მუსულმანური კალენდრით მარტში, ქრისტიანული კალენდრით იანვარში. ორივე ძალიან გვიყვარს და ვცდილობთ ორივე დღეს მხიარულად შევხვდეთ. ნოვრუზის დღესასწაული ჩვენთვის ეროვნული დღესასწაულია, თუმცა რადგან მსოფლიოს მასშტაბით ახალი წლის დადგომა 31 დეკემბერს აღინიშნება, ჩვენც დღესასწაულობთ. ახლა ნაძვისხეს ვაწყობთ, ნოვრუზ ბაირამზე კი კოცონს ვანთებთ და ბევრ სხვა წესსაც ვასრულებთ. მართალია მუსულმანური კალენდრით წლისათვლა მუჰამედის მექიდან მედინაში გადასვლის დღიდან იწყება და ახლა 1422 წელია, მაგრამ ბევრი მუსულმანური ქვეყნისა და აზერბაიჯანელისათვის, მათ შორის საქართველოში მაცხოვრებლებისთვისაც წელი 31 დეკემბერს იცვლება და ქართველებთან ერთად ამ დღეს 2011 წლის შემობრძანებას აღნიშნავენ. მარნეულის სახელით მრავალკუთხედს და მრავალკუთხედის ყოველ მაყურებელს ვილოცავთ 2011 წლის დადგომას. ყველა ძალიან გვიყვარხართ. სრულიად საქართველოს კი ვუსურვებთ გამთლიანებას და გაძლიერებას და 2011 წელი იყოს ბარაქის, ჯანმრთელობის და გაძლიერების წელი.